გორის რაიონის სოფელ ქვემონიკოსთან ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. ინფორმაცია ITV-ს გადამღებ ჯგუფ საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებლებმა თავად დაუდასტურეს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, 2 დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიიდან ქვემონიკოზის განაპირას მდებარე ბაღებში 3 შეიარაღებული ფორმიანი და 2 სამოქალაქო პირი გადმოვიდა, რომელთაც ჯერ ტერიტორია აზომეს, შემდეგ კი ბოძებით მონიშნეს. მოსახლეობის განცხადებით ოკუპანტების მიერ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე საკუთარ სახნავ-სათესებში გადასვლას ვეღარ ბედავენ. სწორედ უსაფრთხოების გარანტიების არ ქონის გამო ქვემონიკოზის მოსახლეობა კამერებს ერიდება და ჟურნალისტების კითხვებს კადრის მიღმა პასუხობს. ჩვენი კოოპერატივი რა ქნეს ახლა თქვით რა მინდაც გადმოვიდაო? 4 ავტომატები წავიდა. ორი გამოდა ეცი ხალი გამდათ. რაღაც ინჟინერი ცნობაგდნენ, იქნებიან და გულები ჩაარჩნენ. საზღვარი გავაგებთ. ანუ ახლა ვეღარ გადავხდით. და რომ ვთქვათ ჩაარჭვეს და всё წავიდნენ იქ რამე. ეგრე ჩამოყვის აქეთკენ საიშვილი ბაგები არის. წავარჩვის ბაგები, იქაც ეგრე ჩაყოლილი აქვს პირამიდას ეგრე ჩაარჭეს სკოლაში. თქვენი ბაგები მოყვა რომ ჩვენები არა მიშას ლენის სოციაშვილების ეს ვიქარდება. ეს დიაგნოზი. ქვემონიკოსში ოკუპანტების მიერ აზომვითი სამუშაოების შესახებ ზემონიკოზელებმა იციან. მათი განმარტებით ქვემონიკოსში ტერიტორიის ნაწილის დემარკაციის პროცესით მოსახლეობასთან ერთად ევროკავშირის დამკვირვებლებიც ინტერესდებიან. ჩვენც იგივე ინფორმაციას ვფლობთ აი ესეთი მონაყოლიდან ვიცი, სხვა ჩვენი თვალით არ გვინახე. ამბობენ გადმოსცია საზღვარი, რუსებმა ასწორებენ ნიველირით და საზღვარს იდებენ აქეთ მხარეს. ევროკავშირის დამკვირვებლები ძიობენ მაგ საქმეს და გვეკითხებოდნენ გუშინ სად გადმოსციეს, რამდენი გადმოსციეს და ზუსტად არ ვიცი ჩვენს. რუსი მესაზღვრეების მიერ აზომვითი სამუშაოების დაწყებას რეგიონის რწმუნებულიც ადასტურებს. ზურა ბარსაშვილის განცხადებით მსგავსი ფაქტებით ოკუპანტების საქართველოს მოქალაქეებს მშვიდ ცხოვრებასა და თავისუფლად გადაადგილებას უსხუდავენ. ოკუპირებული ზონის გაფართოებას დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც აფასებდნენ. პაატა დავითაია ოკუპანტების მიერ დამატებითი ტერიტორიების დაკავებას რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის დასტურად მიიჩნევს. დეპუტატი საკითხის დაყენებას რასმუსენთან შეხვედრაზეც გეგმავს. ის ქმედებები, რაც ხორციელდება დღეს სოფელ ნიკოსთან და მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არის არათუ სარკოზი მედვედევის შეთანხმების დარღვევა, არამედ უგულველყოფა მთლიანად ევროკავშირის სტრუქტურებისა, იმ ვალდებულებებისა, რაც აიღო რუსეთმა. მე აუცილებლად ვაპირებ ხვალ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს დავაყენო ეს საკითხი და რეალურად რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეს არის პროვოკაცია, რუსეთის გენერალური მდივანი ჩამოდის ნატოს საქართველოს და ამ პერიოდში ხდება ასეთი ნაბიჯების გადადგმა. საზღვრისპირა სოფლებში ზემონიკოზისა და ქვემონიკოზის მოსახლეობას ირაკლი ალასანია პარტიის წევრებთან ერთად თავად ესტუმრა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი მიხეილ სააკაშვილს კონფლიქტის პირას ზონის სოფლებში სასწრაფოდ ჩასვლისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომაც, როდესაც ესეთი რაღაცები ხდება და ხელისუფლება აბსოლუტურად უუნაროა სიმართლე გაარკვიოს და დაიცვა საკუთარი მოქალაქეები, ამ ადამიანებს ეშინიათ გასვლა და საკუთარი მიწების დამუშავება. ზემო და ქვემონიკოსში, დიცში, არბოსთა და კორდის ტერიტორიებზე სადემარკაციო სამუშაოების დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ დაადასტურა. თუმცა მოგვიანებით იგივე უწყებამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც სოფლების ჩამონათვალი ამოღებულია და აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის წყლის მიწოდებას. ცხინვალის რეჟიმი ოფიციალური განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. კერძო სასოფლო სამეურნეო ნაყოფის 9 ჰექტარი. ამჟამად უკან